ბუნებრივია ამ წინააღმდეგობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ქუჩის პროტესტი და შეიძლება ყოველ ჯერზე ეს არ იყოს მრავალრიცხოვანი, თუმცა მნიშვნელოვანია რომ სულ იყოს ეს პროტესტი. თუმცა მე მინდა კითხვა დაგისვათ იმ მოქალაქეებისა, რომლებიც შესაძლოა ახლა სახლიდან გიცქერდნენ. რამდენად მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეებმა გამოხატონ ეს პროტესტი, რადგან შესაძლოა მათ შორის არსებობენ ისეთები, ვისაც რაღაცნაირი ნიჰილიზმი აქვს პროცესისადმი. თქვენ როგორ გაუფანტავთ ამ ნიჰილიზმს? გამარჯობა, მივესალმები მაყურებლებს. ახლა გესმით საქართველოს ჰიმნი, ჩვენ ვართ საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან, რომელიც არის ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელიც დგას ქართული დემოკრატიის და საქართველოს ევროპული კურსის სადარაჯოზე, ხალხთან ერთად, ჩვენთან ერთად. ჩვენ ვფიქრობთ, მე ვფიქრობ და მჯერა იმის, რომ იმ ბრძოლით, რომელსაც თანმიმდევრულად აწარმოებს ქართული ოპოზიცია, რომელმაც გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ჩვენ გავხდით აი ამ ჰიმნის რეალობას და დავრჩებით მისი ერთგულებით. ჩვენ ვიბრძოლებთ ქვეყნის შიგნით ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური მეთოდით. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს დიპლომატიის ფრონტზეც იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ მიტაცების უცდელობის აღიარება. და რაც ყველაზე მთავარია, და რაც არის გადამწყვეტი, ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს და თბილისის ქუჩებში, დედაქალაქშიც და სხვაგანაც. სამოქალაქო, მშვიდობიანი, კონსტიტუციური პროტესტი იმისათვის, რომ ვერასოდეს ხელისუფლება ვერ მიითვისოს ვერავინ ამ ქვეყანაში და მომავალში ამისი ცდუნებაც კი აღარ გაუჩნდეს. ეს უნდა გახდეს ბოლო არჩევნები, რომელსაც ადგილი ჰქონდა გაყალბებას, სადაც ადგილი აქვს ხელისუფლების მიტაცების და ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას. ამის შემდეგი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, თანასწორი, სამართლიანი და აი ამისთვის ვიბრძვით. ხალხი, რომელიც ფიქრობს გარეთ იყოს ახლა თუ შიგნით იყოს, მე მეკითხები მათ, რა არის უკეთესი არჩევანი, დღეს ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის თუ შემდეგ სინანული იმის გამო, რომ შეგეძლოთ და არ გააკეთეთ, შეგეძლოთ და არ მოხვედით, შეგეძლოთ და არ მოიგეთ ყმა. დღეს დუმილი არის ყველაზე ცუდი არჩევანი. დღეს დუმილი აღარ არის სიბრძნის მაჩვენებელი. გამოდით გარეთ, იყავით ჩვენთან ერთად, მიიღეთ ამ ბრძოლაში ბრძოლა, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ადამიანთა ვიწრო ჯგუფისთვის ბრძოლა. ეს არის საქართველოს, თქვენი შვილების, თქვენი მომავლისთვის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ არჩევნები აღარ და ვეღარ მოგპაროს ვერავინ მომავალში. კი ბატონო, ლევან, ერთი ნაწილი ასევე არის პარტნიორებთან კომუნიკაცია, მათ შორის მტკიცებულებების მიწოდება და სრული სურათის შესახებ შთაბეჭდილების შექმნა მათთვის, რომ გქონდეთ უფრო მკაფიო, უფრო ასე ვთქვათ, კონკრეტული პოზიცია. ბუნებრივია, ვიდრე საბოლოოდ ეს პროცესი არ დასრულდება, ანუ ოფიციალურ ანგარიშებამდე, ოფიციალურ შედეგებამდე, მანამდე ისინი გამოთქვამენ ეჭვებს, ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ ხელისუფლებას, თუმცა მე მაინტერესებს მათ არ წმუნებთ თუ არა ოპოზიცია სრულად, რომ ეს არჩევნები არა თუ გაყალბდა მხოლოდ, არამედ გაყალბების გარეშე ხელისუფლება წააგებდა, იმიტომ რომ გაყალბებაზე ბევრჯერაც ამ დრომდე ჩატარებულ არჩევნებში ბევრჯერ უსაუბრია ოპოზიციას და შემდგომ უკვე დასავლელი პარტნიორების მეშვეობით დიალოგი წარმართულა ხელისუფლებასთან. აი ახლა თქვენ არ წმუნებთ რომ არა ეს გაყალბება ოპოზიცია გაიმარჯვებდა? უპირველეს ყოვლისა დიდი ბოდიში ვინაიდან აქ ხმა არის, შეიძლება ცუდად ვერ გავიგე, ჰიმნი არის ახლა ევროკავშირის, მაგრამ მე მგონი მივხვდი არც შეკითხვის. ჩვენ ოპოზიციური პარტიები მუშაობთ ერთად იმისათვის, რათა ყველას დავანახოთ თუ რეალურად რა მოხდა, როგორ მოხდა და რა მასშტაბი ჰქონდა აი ყველაფერი იმას, რასაც მე სხვას არაფერს დავარქმევდი, თუ არა მთელი საარჩევნო პროცესის მიტაცების მცდელობა და საქართველოს ქართველი ერის დამონების მცდელობა. ამიტომ ჩვენ ის ფაქტი, რომ დღემდე არც ერთ დემოკრატ ლიდერს არ გაუგზავნია მილოცვა ქართული ოცნებისთვის, ბევრის მეტყველია, რაც დრო გავა კიდევ უფრო მეც გაიგებს, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასე მთელი მსოფლიო, რაც დრო გავა უფრო მეტი მასალა იქნება, რაც დრო გავა უფრო მეტი ადამიანი დაინახავს იმას, თუ რა მოხდა ქვეყანაში. დრო მუშაობს
სიმართლეზე, დრო მუშაობს სამართლიანობაზე და ჩვენ აუცილებლად ვნახავთ ამის პოლიტიკურ შედეგსაც მალე. მუშაობს თუ არა დრო ივანიშვილის სასარგებლოდ, რადგან რაც დრო გავა, უფრო მეტი ადამიანი გაიგებს რა მოხდა, ამას ამბობთ, მაგრამ რაც დრო გავა, მით უფრო ხომ არ იზრდება საფრთხე ბრაზის მინელების. შესაძლოა ადამიანები ხვდებოდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ეს ბრაზი ნელ-ნელა რაღაც შემგუებლურ პოზიციაში რომ არ გადაიზარდოს. ხედავთ თუ არა ამ საფრთხეს ან პრევენციისთვის გაქვთ თუ არა მოფიქრებული რაიმე? კი, თავარი რამ აქ არის ყველა მოქალაქის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა საკუთარი სამოქალაქო სინდისისა და ცნობიერების წინაშე. თუ კი მოქალაქეები დაუშვებენ იმას, რომ იცი რა, ორჯერ ვიყავით გარეთ, სამჯერ დავიღალე და ახლა ხელს ჩავიქნევთ, რა თქმა უნდა ასე მოხდება, მაგრამ ის რომ ეს ასე ვერ მოხდება, მე ამაში მარწმუნებს საქართველოს ისტორია. ჩვენ შეიძლება ბევრი წარუმატებლობა გქონია, მაგრამ როდესაც დგებოდა არჩევანი თავისუფლებასა და მორჩილებას შორის, ქართველი ხალხი ქართველი ერი ყოველთვის არჩევდა თავისუფლებას. როცა დგებოდა არჩევანი იმპერიასა და თავისუფლებას და დემოკრატიას შორის, ქართველი ხალხი ამ არჩევანს სწორად აკეთებდა. ახლა დგას არჩევანი ან ერთპარტიული დიქტატურა და რუსეთის კალთაში ჩავარდნა, ან მრავალპარტიული დემოკრატია და ევროპული მომავალი და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ყველა იაზრებს ამ ბრძოლის მნიშვნელობას და ყველა იმოქმედებს შესაბამისად. დრო ვერ იმუშავებს ივანიშვილის სასარგებლოდ, იმიტომ რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია და შესაბამისად მას ექნება იზოლაცია და რა თქმა უნდა ვერ მოახერხებს ის ხელისუფლების შენარჩუნებას და მართვას, იმიტომ რომ სახელმწიფოს მართვას ჭირდება ფართო საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. ეს აღარ აქვს. და ლევან, ბოლო კითხვას დაგისვამთ, თქვენ ხართ ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია მოხდება, ის მიმართავს მოქალაქეებს თუ რატომ შეირჩა ეს ადგილი, ასე ვთქვათ, მსვლელობის ბოლო წერტილად? ეს ადგილი შეირჩა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა ჩვენი პატივისცემა და მხარდაჭერა გამოგვეხატა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, რომელიც იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი. პრეზიდენტი ეს არის ინსტიტუტი, რომელიც პატივისცემას და მხარდაჭერას საჭიროებს. იმის თაობაზე თუ რა მოხდება ახლა ვერ გეტყვით, იმიტომ რაც მოვედი ინტერვიუზე ვარ და შემიძლია მოგვიანებით გითხრათ დანარჩენი გავარკვე მე თვითონაც. მადლობა.